Салами, чему каргеву. Здравствуйте, мои дорогие друзья. დავიწყო უნდა თხოვნით. დავიწყო უნდა თხოვნით პატრიოტთა ალიანსთან. თარხან მოურავთან. თუ დაგვეხმარებით ხელმოწერებით. სოციალისტური ბლოკის კონსერვატიული სასარგებლოდ ხელის მოწერებით, რომელიც დავარეგისტრიროთ, აი ეს იგია რა. თუ დაგვეხმარებით, ხო, კონსერვატიულ მაშინ შემომყავს კანდიდატებში პატრიოტთა ალიანსიდან. კიდევ 7 კანდიდატი შემომყავს. 7 კანდიდატი შემომყავს. 7 კანდიდატი: მალხაზ თოფურია, ნანა დევდარიანი, თევდორაძე, ოთარ ჭითანავა, ილია ჩაჩიბაია, ირაკლი კობრავა, გიორგი კარტოზია. ეს 7 პიროვნება შემომყავს კიდევ თუ დაგვეხმარებით. თუ დაგვეხმარებით იმაში რა ქვია. ხელმოწერები მინდა თუ არ მეტი არაფერი დახმარებ ხელმოწერები 1000 ხელმოწერას თხოვს. ხო და ოცნება, ხო და ამიტომ თუ დამეხმარებით ასე იქნება და ჩვენ არ ვართ ისე შორი არ დგავართ ერთმანეთთან ახლოს დგავართ იდეით. ეხლა მიმართვა ჟღენთთან. თუ არ შემოხვალ კონტაქტში ჩემთან თემური გრიგოლიძე პატარაიასთან იძულებული ვარ სხვა პოლიტიკური პარტიიდან მოვზებნო კანდიდატები. კანდიდატი კანა წევრიც მოვზებნო შეიძლება. მაგალითად მამაშვილი ნათელაშვილები. ხოლო კიდევ გავიმეორებ 24 აგვისტომდე უნდა დავარეგისტრიროთ 24 იმას უნდა შევიკრიბოთ და უნდა ხელწერები გადმომეცეს მე უნდა. და შემდეგ 25-ში დავარეგისტრირებ. სოციალისტური ბლოკი, კონსერვატიული. სხვა შემთხვევაში ვერ შეხვალთ ვერც პატრიოტები და ვერც კონსერვატორები, თუ არ გავერთიანდით, თუ არ დავეხმარეთ ერთმანეთს, თუ არ დავეხმარებით ხელმოწერებზე. მე YouTube-ის არხების მეტი არაფერი საშუალება, 2 არხი მაქვს, მეტი არაფერი საშუალება არ მაქვს. არა მაქვს თქვენთან კონტაქტისა. ვერ იმაშობი, ვერ ვეკონტაქტები ტელეფონში კარგად. ამიტომ დამიკავშირდით, მობრძანდით. მე არაფერი სამალები არ მაქვს. მე ვიცი რომ ისმინება ტელეფონი, მაგრამ არაფერი სამალები არ გვაქვს ჩვენ, ბატონ დავით თარხან მოურავ. ისე დამიკავშირდით ტელეფონზე. ხო და იმან რა ქვია ჟღენტმა, მიხეილ ჟღენტმა მობრძანდით მანამდე 24-მდე მობრძანდით ლანჩხუთში მიხეილ ჟღენტო და ხო და თუ შემოხვალთ კონტაქტში ჩემთან, თუ არა ვიღებ მარტო ჟღენტის გარდა იქ სხვა ხალხსაც ამოვიღებ იმიდან სიდან იცოდე. არა და ჩვენ ერთ-ერთში ვჯდებით იდეაში ერთმანეთს. რასაც თქვენ ლაპარაკობთ ძალიან მომწონს მე ყველაფერი. მაგრამ არ გამოდიხართ და ასეთ შტაბეშტილება იქმნება შემოკარგებო რომ თითქოს ქართული ოცნების დანამატია მაგი. ქართული ოცნების დანამატია თითქოს ეს სოლიდარობა მშვიდობისათვის. ხო და ეს რა ქვია იმას ნაკი აქ ჩამოკიდული მამუკა ფიფიას სააკაშვილის ხუთჯულიანი დროშა ზნაკი კოსტუმზე უკეთია. და მე ვფიქრობ ეს დანამატი ყოფილა მაშინ ბატონ თარხან მოურავ. ეგენი ყოფილა დანამატი ასე გამოდის. ხო ქართული ოცნების დანამატი ეს არაა ოპოზიცია. ხო თუ ისე იგი ხელმოწერებს არ შემიგროვებთ ყველას ვიღებ ის სიიდან. სოციალისტების გარდა იქინი სოციალისტები რომა მარღია და უბილავა სოციალისტია მგონია. იმ არგულიანებს და იმას ყველას ვიღებ ის თუ სიიდან ის ამოვიღებს და ჩავწერ სხვა პოლიტიკურ ძალას. ამიტომ ბატონო ჟღენტო მობრძანდი ლანჩხუთში და დამელაპარაკე სიების იმას დავილაპარაკოთ. ისე რამოდენიმე ადამიანის სია მოგვეცით რაც შეგიძლიათ 50-ის მაინც. ხო ეხლა ჩემი ტელეფონის ნომერია. პირველი ტელეფონის ნომერი 555 10
18:45 ეს პირველი ტელეფონი ამით რომ მუშაობ მასთან YouTube-ში და მაშინ ეს არის 5551018:45 მეორე ტელეფონი 579:59:59:44 მეორე ტელეფონი 579:59:59:44 მესამე ტელეფონი 592:10:33:05 თუ არ დაგვეხმარებით ხელწერებზე უფროსი კონსერვატორები თუ არ ხოდ უფროსი კონსერვატორები იძულებული ვარ არაკონსტრუქციულ ოპოზიციაში ვეძებო დამხმარები ნათელაშვილთან მაგალითად და ბურჯანაძესთან მაგალითად ეხლა მინდა ვთქვა ოცნების საყურადღებოდ ხელფასები გვეკუთვნის ჩვენ ტრამპის გამარჯვებიდან რადგან მე მახში დავდე ვიდეობლოგი რომ ტრამპის გამარჯვების შემდეგ თქვენ თავისუფლად შეგეძლოთ ისე გაგეწმინდათ ეს პოლიტიკური მაგრამ არ ვიცი რაღაცა თავი შეიკავეთ და რაღაცა არ მომეწონა ეს გამოდის თამაში კატათაგობის თამაში ამიტომ ჩვენ გვეკუთვნის თებერვლიდან ხელფასი ქართული ოცნების საყურადღებოდ ხო ახლა რატომ უყურე პატრიოტთა ალიანსს არ მოუწია ხმა თქვენდა კონსერვატორებს არ მოუწია თუმცა ზოგი კონსერვატორი ტრისტან წითელაშვილი და ეგენი ამბობს ჩვენ ხმა მივეცით ბიზნესო მაგრამ კონსერვატორები ვართო იძახის და კონსერვატორები ცალკე იყო 8 ნომერი იყო არ ვიცი ახლა მე შეიძლება იმიცა იმან პირადად მაგრამ ის იძახიან კონსერვატორი ტრისტან წითელაშვილი იქ რო არის მასთან ღვალაძე ნამდვილად არის ვიცი ღვალაძე კარგად და ბევრი არის იქანი ჩუბინიძეა დავით ჩუბინიძე მაგრამ არ ვიცი ახლა მაგას ხო მაგით თქვენ გაიგეთ ბატონო ტრისტან თქვენ გაიგეთ და დამელაპარაკ ტელეფონზე კი მელაპარაკე მაგრამ ერთ ისე 24-ში რო ჩამოვალ თბილისში დამელაპარაკეთ შევიკრიბოთ მან კონსერვატორებმა ახალგაზრდება არტინფორუმმა თარხან მოურავი პატრიოტთა ალიანსმა და შევიკრიბოთ იმაში იმაში ჩამოვალ ახლა ვიტყვი კიდევ ხო ეხლა იმის საყურადღებოდ ქართული ოცნების საყურადღებოდ ჩვენ ხელფასები გვეკუთვნის თებერვლიდან როცა ტრამპმა რომ გაიმარჯვა მე თქვი რომ უკვე ჩვენ გასული ვართ ხიდზე და ახლა გაწმენდა უნდა დროზე მაგას მეთქი მაგრამ არ გაწმინდეთ პოლიტიკური ველი დიდხანს იმ იქნიან თქვა ხო და ამიტომ ხელფასები გვეკუთვნის იქიდან და თქვენ კიდე უფრო ადრეღებულობთ იმას ხელფასებს ხო და ჩვენ კიდე მივიკლებთ იმას ხო იმიტომ ხო ეხლა მინდა თქვა ოცნების საყურადღებოდ ხო ხელფასები გვეკუთვნის ტრამპის გამარჯვებიდან რადგან მას შემდეგ ჰქონდათ საშუალება იმის გაკეთების რაც გააკეთეთ და გაწელეთ დრო კარგად დაიმახსოვრეთ ბიზინა ივანიშვილს ჩემმა მეგობრებმა ჩემმა Facebook-ის მეგობრებმა და ყველას მოუწოდებდი YouTube-ში მიახლოებით 300,000-მა პიროვნება მოგცათ ხმა პატრიოტებს ხო არ მოუწიათ კონსერვატორებს არ მოუწიათ თქვენ და ხმა რადგან პატრიოტები ერთად იყვნენ მაგენი ეხლა შემოკარგება ეროვნულებსაც არ მოუწიათ იქენ ეროვნულები რა გვყავს თქვენთვის არ მოუწია პირადად ჩვენ მოგეცით ხმა პატარა ჩემმა სოციალისტებმა ჩემმა პარტიის ახლა რომ მაშობი ამათ მოგეცით ხმა 300,000 ადამიანი ეხლა შემოკარგება როგორც თქვენ იცით ლეგიტიმაციის წყარო ხო ბატონო ბიზინა ლეგიტიმაციის წყარო არის ხალხი ახლა თუ არა თქვით მაშინ თუ არა ლეგიტიმაციის წყარო ხალხი ბიზინა ივანიშვილმა მიიღო ლეგიტიმაცია ხალხიდან 54%-მა მისცა ხმა ისე იგი ხალხმა მისცა ლეგიტიმაცია მას მე ვერ გამიგია სად ეძებს ოცნება ლეგიტიმაციას ევროპაში და ამერიკაში რატომ ეძებს ამას საქმის გასაზვიადებლად და საქმის
თუ deep state-ი არ ანებებს მოქმედებას, თუ ასე იყო, მაშინ არჩევნები რატომ ჩაატარა? მისულიყო deep state-დან და ის დანიშნავდნენ, იგენი ხელისუფლებაში დანიშნავდნენ. მაშინ რატომ ჩაატარეთ არჩევნები? ეს ლეგიტიმია, ეს არ ჯდება, ლოგიკაში არ ჯდება რაღაცა. ხო და ლეგიტიმაციის წყარო არის ქართველი ხალხი. ასე რომ გასაგებია ოცნების მინისტრების მოქმედება. ახლა ოპოზიციას როგორ ექცევა ოცნება და პირადად ბიზინა ივანიშვილი, ვინც აგინებს და ლანძღავს, იმათ პატივსცემს. ხოლო კონსტრუქციულ ოპოზიციას ხელს უშლის გაერთიანებაში. ჩემი აზრით ასე გამოდის დაგსაქსე და იბატონე. ეს არის მისი დევიზი ეტყობა. ბატონი ბიზინას დევიზი არის ოპოზიცია დაგსაქსოს და იბატონოს. კონსტრუქციულ ოპოზიციაზე ვრცელდება ეს ამბავი და იგენი აწყობს მას. ჩვენ იგენი აწყობს მაგას ნაცები და ხუჭი 7 თვე და 8 თვე დაიჭირა. 7 თვის მერე გამოვა იგი და პარტიას შექმნის. რა არის ეს ახტება? ხო, რომელიც აწი აღარ იმუშებს ეს დაგსაქსე და იბატონო. ჩვენ გავერთიანდეთ უნდა ბატონო თარხან მოურავო, ბატონო მან რა ქვია გიორგი ქარდავა. ხო და ვინც ყავს იქენის აი გავერთიანდეთ უნდა ტრისტან წიწოლაშვილო. თუ დავის ასებით ვერ შეხვალთ, არ გეხსებათ პარლამენტში შესვლა. ახლა თუ არ შევედით, არა მე ეგეთ ნაცები განთავისუფლდება იმას და წამოყობენ თავს და კიდევ დაიწყებენ იმას აქვია. ხო. რომ აწი აღარ იმუშავებს, მას დაგსაქსე და იბატონე. ახლა ყველას გთხოვთ კონსტრუქციულ ოპოზიციას. შევიკრიბოთ 24 აგვისტოს თბილისში. დიდუბეში ჩამოვალთ ჩვენ ლანჩხუთიდან 3-4 ვინც საინიციატივო ჯგუფმა დარეგისტრირებული კი არა, საინიციატივო ჯგუფის იგი არის ნოტარიუსმა გატარებულია ნოტარიუსში და მაშინ ეს საბუთი მაქვს. ხო. ო ჩამოვალთ აქან 3 ან 4 ადამიანი. ვინც იქენ საინიციატივო ჯგუფი. ხო და 8 საათზე მიახლოებით ვიქნებით დიდუბის ავტოსადგურში. დილის 8 საათზე მობრძანდით ყველა კონსტრუქციული ოპოზიცია. მოვილაპარაკოთ, გადავინაცვლოთ თუ გინდათ სხვაგან და სხვაგან, მაგრამ მე არ ვიცი კარგად თბილისში. თბილისში რომ ვარ ნაყოფი 10-ჯერ მეტი როსტოვში და ოდესაში და ხარკოვში და იმაში ვარ ნაყოფი. ხო. დიდუბის ავტოსადგურთან ვიქნებით, იქ ვიქნებით დიდუბეში ავტოსადგურთან, სადაც ჩერდება ბათუმის და იმის ავტობუსები იქ. ხო და მობრძანდით იქინე, ჩვენ ვიქნებით 8 საათზე და თქვენ შეგიძლიათ 9 საათზე მობრძანდეთ. ხო და შევიკრიბოთ, ხო და გადავინაცვლოთ რაღაცა თუ იცი. სადღაც და გავეცნოთ ერთმანეთს, ხელი ჩამოვართვათ ერთმანეთს, გავეცნოთ ერთმანეთს, დაველაპარაკოთ ერთმანეთს. მე არ მეშინი არავის, ვინც არ უნდა ვერაფერს ვერ გვიზამთ, თუ ერთად ვიქნებით. შემოკარგებო, არავის არ გვეშინია ჩვენ. თუ ერთად ვიქნებით, ვერაფერს ვერავინ ვერ დაგვაკლებს. ახლა იმან რა ქვია, ჩემო კარგო კონსტრუქციულ ოპოზიციაო. გალუზინი რომ აქვს, გალუზინი, ხომ იცი? გალუზინმა რა თქვა იცი? მე კომუნისტები მინდაო იქინეო, იმაშიო, ბრიქსში და იმაშიო. კომუნისტები მინდა. ისე ჩვენ უნდებათ. სოციალისტები ჯერ არ ვართ კომუნისტები, მაგრამ ზოგმა კომუნისტებმა რომ იცოდნენ და იმაზე მეტი ვართ, ახლა ზოგი იქ. ხო. მოვილაპარაკოთ. გელი, ასე რომ გელით, ბატონო დავით და ბატონო გიორგი ქარდავა, ბატონო ტრისტან წიწელაშვილო, გელით. ხო და ხელმოწერები მომიტანეთ. შევიკრიბოთ დიდუბეში ავტოსადგურთან ვიქნებით. შემდეგ, სადაც გინდათ იქით გადავინაცვლოთ. ნუ დავიბნევით და დავიქსაქსებით. ერთხელ მაინც შევიკრიბოთ კონსტრუქციული ოპოზიცია. ბატონებო და ქალბატონებო, გავეცნოთ ერთმანეთს, მოვითათბიროთ, რა ვქნათ ადგილობრივ არჩევნებზე. ასევე უნდა შეიქმნას, შემოკარგებო,
ხო ხტებით რა მოხდა რა ამიტომ უნდა შეიქმნას ანტიტერორისტული ცენტრები ბათუმში სოხუმში ცხინვალში თბილისში და მე ვფიქრობ ახალციხეშიც ისე ნუ გავაკეთებთ კონსტრუქციულ ოპოზიციას თუ ისე ნუ გავაკეთებთ რომ ქართველს სანთლით ეძებდეს აბიჯო თუ ხართ ვინმე ქართველი ვას ასე რომ თავის სამშობლოში ქართველს სანთლით ეძებდეს ნუ გავაკეთებთ ასე შემოკარგებო ჩემო ბაბუებო იმან რა ქვია არტინფოს იმან ახალგაზრდებო ქარდავა მახარაძე თხოვთ ნუ გავაკეთებთ ასე ხო ახლა უყურე ლაპარაკობ ასე იგი რა ქვია ეს ჟენდი და იგი ლაპარაკობს უკეთესად ვერ ლაპარაკებს ვერ კაცი ნიკოლოზ ჟავანაძე და ბოლოს საქმე არის ისე ჩვენთან არის საქმე ლაპარაკის ნაცვლად ჩვენ ისე აი ეს კონსტრუქციულ ახლა რომ იფქენთ გამოვაცხადია და ჩვენ საქმე ლაპარაკის ნაცვლად და იგენი საქმის ნაცვლად ლაპარაკი და ხიუნა ილაპარაკობ ნიყნა იგენა წინა ბლოგებში ბატონო თარხათ მოურავ თუ დაგვეხმარებით ხმების მოგროვებაში სოციალისტური ბლოგის კონსერვატიულის და თუ ვერ შევიკრიბეთ 24 აგვისტოს დიდუბის ავტოსადგურთან მაშინ შემომყავს ხო თუ შევიკრიბებით იგი შემომყავს 7 ადამიანი 7 გოჩა თედორაძე მალხას ტოფურია ნანა დემდარიანი ილია ჩაჩიბაია ჭითანავა და კიდო ისე 7 ადამიანი ვინა 1 2 3 4 5 და კიდო აი 7 ადამიანი შემომყავს თუ შევიკრიბებით და ერთად ვიქნებით უარყოფით შემთხვევაში არა უარყოფის შემთხვევაში სხვა პოლიტიკური ძალიდან მოვძებნი იმას ადრე მე ერთპარტია ხალხს ვაძლევდი ხმას ადრე ხო და ამიტომ მობრძანდით შატბერაშვილო თქვენ გეუბნებით ზაგანია მობრძანდით 24-ში გავეცნოთ ერთმანეთი ხო ეხლა მინდა სია დავასახელო სია ეხლა ეხლა ვასახელებ სიას უყურეთ თემური პატარაია გეორგი ქარდავა რამაზ ღვალაძე ტრისტან წითელაშვილი ვალერია კვარაცხელია ირაკლი ღარიბაშვილი დავით ფარხან მოურავი ზური მახარაძე მერაბ ჭიქაშვილი ჯონდი ბაღათურია ვაჟა ოთარაშვილი გულბათ რცხილაძე დავით თორდია მამუკა რეშიძე თემური მაკარიძე ფატი ბროლაშვილი თინა თოფურია სოსო შატბერაშვილი კახა ზაგანია პაატა აბულაძე იბრაგიმ რამიშვილი ნანა ალთინოკი ემზარი კვიციანი ირმა ცენტერაძე შეიძლება არ უნდა მას მაგის არ მიკითხავს მაგრამ ერთი პირმა მითხრა შეიძლება სხვა ჩავსვათ აქანე აქ შეიძლება სხვა ჩავსვათ თუ იმან უარი თქვა რაღაცა სამსახურიაში არის და კარგად გავიგო უნდა და შეიძლება ამ ირმა ცენტერაძის მაგალითად ან კუკავა გადმევიდეს ან ახლა დამელაპარაკე ჟღენტო დამელაპარაკე გეუბნები თუ არ დამელაპარაკები უკვე მარტო თქო კი არა სხვასაც ამოვიღებთ იქინეს იდან ისო შემდეგ შოთა მარტინენკო რამაზ გაგნიძე ზაზა გვიმრაძე კოტე ფორჩხიძე
გია კორკოტაშვილი, ირაკლი დოკვაძე, ვახტანგ გომელაური, გიორგი კერესელიძე, ირაკლი მარტინენკო, ირაკლი ელიზბარაშვილი, გრიშა ონიანი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, დემურ გიორხელიძე, ედიშერ გვენეტაძე, თემური სამნიძე, თემური ხალვაში, ბესო ჩუბინიძე, დავით ჩუბინიძე, იგორ გიორგაძე, რევაზ სახვაძე, ირმა ინაშვილი, ცოტნე მარღია, ფრიდონ ინჯია, გუგა კობრავა, სოსო მანჯავიძე, მარიამი ელიეშვილი, დავით გირგულიანი, ირაკლი უბილავა, თინა გოცაძე, გოჩა ჯოჯუა, ქეთინო თხილაშვილი, ვახტანგ ლილუაშვილი, ირაკლი ფირცხალია, ვატო შაქარაშვილი, ნაზიმ სირალიევი, გიორგი გოგია, მარიამი ლომინაძე, ილია ლობჟანიძე, თემურ ფიფია, ვაჟა პატარაია, კონსტანტინე მორგოშია, ნანა კობახიძე. ეს არის შემოკარგებო. შეიძლება ირმა ცენტრაზე შეიძლება ვკითხავ კიდევ ერთი ხო რომ გამოჩდება მანამდე. ხო და ისე იგი ამ ადგილზე ამ ადგილზე ეს 24 ადგილია. ხო და ვინც მოხვალ და ვინც მას უзнавდა რა, მაგრამ ეს ადგილი ისე ან კახა უკავა უნდა დაიკავოს, ან თუ ერმილე ჩამოვიდა, ერმილე ნემსაძე მაგალითად რა, ერმილე ნემსაძე დაიკავებს აქანე. თუ ვერ ჩამოვიდა, თუ ვერ მოახერხა, მაშინ კახა უკავა დაიკავებს. ხო და შემდეგ რომ ჩვენ ვეცდებით თინა გოცაძე და იგი ჯანმრთელობის მინისტრად უნდა წავიდეს ჯანმრთელობის მინისტრად, რომ ეს ლუგარის ლაბორატორია წამლავს საქართველოს, წამლავს შემოკარგებო. არაფერი სასიკეთო არაა მაგ ლუგარის, ხო და ეს დაიხუროს, ეს ლუგარის ლაბორატორია უნდა. ხო და 5G-ის ანტენები რომ აკიდოს, ისიც უნდა დაიშალოს და განადგურდეს უნდა. ხო და ამიტომ ჭირდება თინა თოფურია, რომელიც კენედისთან ქონდა კონტაქტი. ხო და კორონავირუსის დროს კენედის ეკონტაქტებოდა თინა თოფურია და თინა გოცაძე. ერთი აკადემიკოსია, მეორე პროფესორია. ამიტომ თუ გადავიდა ასევე გრიგოლონიანი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თუ და ამას ესმის მეცხოველეობის დარგი ესმის. ხო და იქიდე მილიონობით სხვარი მყავდაო იძახის კაცი. ხო და ასეთი კაცი ისე იგი არ უნდა იყოს საქმეზე იქ. ამიტომ თუ გამოთავისუფლდება აქ არა, აქედან შემოვა ვის არის ღირსეული კანდიდატები დაждდება მის ადგილზე. ხო. ეხლა გავყვეთ სხვას. კანდიდატებს. ლუიზა პატარაია, მამუკა კარტოზია, მაია ნიკოლეიშვილი, თენგიზ კუნჭულია, ენვერი ანდღულაძე, ქეთი პატარაია, თამაზი სეირანოვი, ხიქმეთ ხასანოვი, კახა კუკავა, ფერაი კურბანოღლუ, მელიქიშვილი ხათუნა, ია ხალვაში, ნინო პაღატაშვილი, ლიანა რამაზაშვილი, როზეტა კუბრავა, ეკა ზამაშვილი, რუსუდან მახარაძე, დავით ახვლედიანი, თენგო ომანიძე, მანუჩარ მაჩაიძე, კობა კუპრაძე, ბელა ურშაძე, ალა ალოიანი, თიკო ჩაგელიძე, თემურ შენგელია, ნინო ჭიჭინაძე, ეკა სოხაძე, ნანა გულუა, ნათელა სულუხია, შავლეკ ჭოიძე, ზია მოდებაძე, მაია მაისურაძე, გიორგი ლომინაძე, გიორგი პაპასკირი, თამაზი ფიცხლაშვილი, რეზო ოკუჯავა, ბელა მოდებაძე, ამირან წილოსანი, ლაშის ღელეში ცხოვრობს, ლანჩხუთელი, ნონა ჭკადუა, გია გოთუა, გიორგი კანდელაკი, ონიკაშვილი ილია, გულადი ბერიძე, ჰამლეტ ჭიპაშვილი, ნინი ჯულაღიძე, თორნიკე კივილაძე, შემდეგ გიორგი ირემაძე, ილია ჩაჩიბაია, ახლა ჩავწერდი ილია ჩაჩაბაია. ერთ თუ დაგვეხმარებით ხელმაში. შემდეგ ნინო რატიშვილი, არღულიანი,
ბექა თავბერი, ნატა არღულიანი და გიორგი ქვია მგონია იმას თუ გიორგი არღულიანი, ლიზა კვესელავა, გოჩა ცოფურაშვილი, გეგა ხვედელიძე, თამარ კიკნაძე, ნუკა არველაძე, ბენო ხალვაში, ნათია ცანავა, მერაბი როყვა, იკა ქობალია, ბესო ხალვაში, ზეზვა სარდალაშვილი, თამაზი მოლაშვილი, თათია გაბრიჩიძე კახაბერიდან, კახაბერი რომ ეწერა, თათია გაბრიჩიძე, თათია მაჩაიძე, ნინა ტარასოვა, გიორგი ახლოური, ალექსანდრე ზირაქიშვილი, ნიკომ ჟავანაძე, ზაზა შელია. იგი ხმარ გამომჩენია რა ქვია. გამყრელიზე რომა, გამყრელიზე კი არა. გამრეკელი რომა, გამრეკელი ნახოთ ეთეს თუ ხმარ გამომჩენია. ნუკა არველაძე ხო ეს კი თქვი. ბესო ხალვაში, ზეზვა სარდალაშვილი, თამაზი მოლაშვილი, თათია გაბრიჩიძე, თათია მაჩაიძე, ნინა ტარასოვა, გიორგი ახლოური, ალექსანდრე ზირაქიშვილი, ნიკოლოზ ჟავანაძე 70, ზაზა შელია, თამუნა მიქელაძე, თორნიკე ბოლქვაძე, ზური ნაჭყებია, აკაკი ასათიანი, დავით სულავა, თემური სალუქვაძე, გიორგი გაბიძაშვილი, ზია ბერიძე, თაია აკაკი წურწუმია. გია გაჩეჩილაძე, ნონა ჟღარკავა, ივანე მეფარიშვილი, სპირდონ სკიფურიშვილი, გიორგი ქარცივაძე, ოთარი ჯულუხაძე, ბაქარი ბერეკაშვილი, დავით კალანდია, ნიკა ბექაური, ის შოთა ისტორიკოსი, ელდარ კუპრავა, თამარ ალადაშვილი, ლევან მამფორია, შორენა გიორგაძე, კოტე მიქაძე, ბადრი მარგიანი, ჯუმბერ თავართქილაძე, თემურ გოგსაძე, ლიზიე შერვაშიძე, დოდო ბაღდავაძე, რომან ჩხაიძე, ბაჩო სილაგავა, რუსო დოღონაძე, ზაური აბულაძე, მომღერალი რომა, დავით ჩირგაძე, კახა, ეს მომღერლების იგია, მოკლედ მაგარი ბევრი მომღერალია. კახა დაუშვილი, კობა სილაგავა, ქეთი დოლიძე, ნიკა ჩირგაძე, თორნიკე კერესელიძე, ლევან ჩაჩუა, გიგლა გობეჩია, გიორგი მდივანი, ლიზი სუხიაშვილი, სოფიკო სოხაძე, დათო პატარაია, ავიკ მელქონიანი, თეიმურაზ მელაძე, დავით კუხალაშვილი, დავით მარგალიტაძე, არჩილ მინდიაშვილი, ენზელა მაღალაშვილი, მაია მაჭავარიანი, მამუკა წყრიალაშვილი, ირინე გველესიანი, მაკა მელაშვილი, მაია მელაშვილი, ვახო ფიცხელაური, იოსებ ჯინჯარაძე, ჯამბულ ქავთარაძე, გოჩა მუმლაძე, ლევან კაშმაძე, შმაგი ლურსმანაშვილი, მალხაზ თოფურია. თუ დაგვეხმარებით ხელწერაში, ბატონო პატრიოტებო. შემდეგ გიორგი მუმლაძე, გოჩა სურმანიძე, ჟიული სეპერთელაძე, ლიკა გამრეკელი ყოლიაბე, დავით ჭაბუკაშვილი, ზაქარია როჭიკაშვილი, ზაზა კაკალაძე, ხუციშვილი, ეთერი, კუსა, გიო, ინგა, თაზო, შალვა მაღრაძე, ირმა ცხორაგაული, ნანა დევდარიანი, ვალერი წულაძე, ირაკლი იბნაიშვილი, გია ბაინდურაშვილი, ზვიად ველიაძე, ნინი ლილუაშვილი, ამის შეიძლება ნახოთ, შეიძლება დავტოვო, შეიძლება ამოვიღო, თუ ვეყო თანხაში თუ შევეტიეთ. ვაჟა ლომაძე, გიზო სილაგავა, იმიტომ რომ ლილუაშვილი, ვახტანგ ლილუაშვილი მყავს ეგერ ხო და გიზო სილაგავა, ზაზა დავითაია, ანზორ შერვაშიძე, მიშო თათარაიძე, გიგა ჭაბუკიანი, ლელა ლიპარტია, მომღერალი რომა, ლელა ლიპარტია, იური საჯველაძე და აქ როგორ უნდა ქნა იცი, ესენი მიიღებენ გაიყოფა თანხა, ესე იგი იური საჯველაძე, ებრალიძე, გურამი, ეს ორი ადამიანი გაიყოფს იმ თანხას რაც იქნება. ხო, შემდეგ მექვაბიშვილი, ტრაქტორისტია ლანჩხუთელი, ზაზა ფირცხალაიშვილი,
ზაზა ფირცხალაიშვილი და ბახვა უშაძეც ასევე გაიყოფს იმ თანხას. ორი კაცი აიღებს ამას, მაგრამ ერთის სახელზე იქნება, მაგრამ გასაყოფია ეგ. იმიტომ არ ყოფნის თანხა არ გვაქვს ჩვენ. ზაზა არობელიძე, გიორგი ლომია, თემურ მაისურაძე, სამტრედიელები ორი კაცი. იაკობ ჯერემი, გოჩა თევდორაძე, ოთარ ჭიტანავა, გოჩა მუმლაძე, შაქრო ჩარქსელიანი, გიორგი კარტოზია, ირაკლი კობრავა, ალიკა ასლანიანი. სულ 167 გამოვიდა და ორი კაცი რომ მიწერია, ხან სამტრედიელები ერთი 168 გამოვა მაშინ. ხო და ამდენ თუ გვაყოია რა ვიცი თანხა. ხო და ასე ამრიგად შემოკარგებო. ახლა კიდევ გეუბნებით ისე ტელეფონის ნომერი ხომ იცით 3 ტელეფონის ნომერი ჩავწერე. დამელაპარაკეთ ტელეფონზე. მე ვიცი რომ ისმინება ტელეფონი, მაგრამ მე რასაც ლაპარაკო არ მეშინია ამის. აი მინდა დააბაროთ, მინდა მე რომ გაიგოს ხალხმა. ჩემი ლაპარაკი. ყველამ რომ გაიგოს, თელმა საქართველოს, თელმა რუსეთმა და თელმა ემა. ხო და შევიკრიბოთ 24 აგვისტოს თბილისის დიდუბის ავტოსადგურში ჩამოვალთ ჩვენ ლანჩხუთიდან. რამოდენიმე 3 ან 4 ადამიანი ჩამოვალთ ხო და იქინე 8 საათზე იქ ვიქნებით. თქვენ შეგიძლიათ 9-ზე დაგისტით, 9 საათამდე დაგისტით. ჩვენ 10 საათამდე დავისტით, 11 საათამდე დავისტით და თუ არ მოხვალთ ისე იგი ახალი სია შედგება. ბატონო ტრისტან წითელაშვილო, თქვენ საყურადღებოდ კიდე მობრძანდით და ხელი ჩამოვართვათ, მარტო ტელეფონზე ლაპარაკი არ კმარა. ხო და ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი. და მოვილაპარაკოთ რა ვქნათ ადგილობრივ არჩევნებზე. რა ვქნათ კანდიდატების შევაჯეროთ. შეიძლება ისე კიდევ სხვა იმაშიც გაიმარჯვოს ჩვენმა კონსტრუქციულმა ოპოზიციამ. კარგად ბრძანდებოდეთ ყველა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.